Salmebit და მადლობა ჩართვისთვის. თუ ხართ ხაზზე არ მესმის ბატონო მადლობა ჩართვისთვის. მე როგორც ვხედავ უკრაინაში რუსეთის ომი ახალ ფაზაში გადავიდა ამ კვირაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ასე ვთქვათ სასიამოვნო კადრები რუსეთის სიღრმეში მოსკოვის დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განადგურების კადრები პროდიუსერსაც ვთხოვ კიდევ ერთხელ გვაჩვენოს და აჩვენოს ჩვენ მაყურებელს ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში რა შეიძლება ამ ყველაფერს ვუწოდოთ ხო ეს არის ასიმეტრიული ომის ტიპური გამოხატულება, როდესაც შენ გაქვს ძალიან ძვირიანი ტექნიკა და ეს ძალიან ბევრი აფიან ტექნიკას და ვერ უგებ. უკრაინელებმა ესე ვთქვათ ძალიან კარგად აითვისეს სწორედაც ეს იაფიანი ესე ვთქვათ ტექნიკის და მრავალრიცხოვანი ტექნიკის აუცილებლობის წარმოების მნიშვნელობა და მათ შეძლეს აი რუსეთის უპირატესობის რუსეთის ნაკლოვანებად გადაქცევა, ხო? რა იყო რუსეთის მთავარი უპირატესობა? ის იყო მისი უზარმაზარი ტერიტორია. მაგრამ ის ნაკლოვანება გადაიქცა, იმიტომ რომ როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის ტერიტორია გააქვს დასაცავ, მით უმეტეს ჰაერი, ყველაფერს ვერ დაიცავ. ეგ გამორიცხულია, გინდა პანცირები დააყენე იქა და გინდა S-400-ები. ვერაფერს ვერ იზამს ეგ ყველაფერი. ეგ არის გასააზრებელი ძალიან მარტივად. ამიტომ ხდება რომ ახლა ყველაფერი თავს იყრის, ესე ვთქვათ მოსკოვის ირგვლივ, მაგრამ თავად მოსკოვი ძალიან დიდია, ხო? ანუ მთლიანობაში ვავიღებ ჩვენ მოსკოვი დიდია როგორც მოსახლეობით, ასევე დიდი არის ტერიტორიულად. ამიტომაც მით უმეტესი სტრატეგიული ობიექტები და ის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები, რომელიც ძირითადად ქალაქ გარეთთან ერთმანეთისგან დაშორებით მდებარებს ხოლმე, მათი ყველაფრის დაცვა მით უმეტეს ეგრეთ წოდებული გადატვირთვის შემთხვევაში ძალიან რთულია, ხო? რის გადატვირთვაზე მაქვს საუბარი. როდესაც შენ გაუშვებ 100 დრონს და თუნდაც 95 განეტრალდეს, 97, 99-იც კი, ერთი თუ გაიპარა, მით უმეტეს ნავთობ ობიექტზე, იქვე ყველაფრის გადადინების ეფექტია, ხო, ეგრევე ერთს აიყიდება და გადაუვა მეორეს. ეს მნიშვნელოვანი ეფექტი არის, იმიტომ რომ როდესაც უკრაინაში ეს კონცეფცია შემუშავდა და განსხვავებული ეს მადიარის კონცეფციას უწოდებენ ამას, ხო, ეს მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ცდილობდა რომ ეს ასიმეტრიული ომი შემოეტანა. რუსეთმა დაიწყო სხვადასხვა ომის პირველ წლებში ეს გეხსომებად, როდესაც შაჰედის დრონები გამოიყენა მან. იქ პრინციპი იგივეა. $30,000 დრონია, რომელსაც შეიძლება მილიონიანი რაკეტა ესროლო. განეიტრალო, მაგრამ განახარჯი ვის მეტი აქვს და ზარალი ვის მეტი აქვს. აი ეგ პრინციპია, რასაც უკრაინელები ახორციელებენ, მაგრამ ერთი განსხვავება ამ ყველაფერში რა. ომს ზოგადად სამხედროები იგებენ ბრძოლებს, მაგრამ ომს იგებს მთლიანობაში ლოჯისტიკა. თუ კი რუს სამხედროს არ ექნება საწვავი, არ ექნება ნავთობი, არ ექნება წყალი, არ ექნება ამუნიცია, არ ექნება მომარაგება, უკან ექნება ფრონტის, უკან ექნება სრული დემორალიზება, ომის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ მე მინდა მსმენელს შევახსენო ვიღაც შემომედავება და ეთქვა, ოკეი, მაგრამ უკრაინას ეგრე არ აქვს, მაგრამ ერთი სხვაობაა. ამ სხვაობას ეწოდება სამშობლოს დაცვა. უკრაინელები იცავენ სამშობლოს, რუსები არიან აგრესიაში და როდესაც შენ რუსი ხარ და ესე თქვა სადღაც ფრონტის ხაზზე ბახმუტის მიწა უნდა ჭამო და შენს უკან ამასთან მოსკოვი იცვის, დემორალიზება აი მაშინ არის თუ არის და ეს ჩვენ ყველაფერი ვნახეთ 2022 წლის პირველ კვირებში, როდესაც ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნა რუსეთს ძალიან სერიოზული და მოდი ესე ვთქვათ რა. რუსეთის მთლიანი ეკონომიკის მშინავე პროდუქტის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქცია, მთავარი პროდუქცია ნავთობი, ხო? ხერხემალია მისი სამხედრო ეკონომიკის. ახლა წვიმაც წამოვიდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქების თავზე და კონდენსიონერების და მანქანების გასაწმენდად იყენებენ, როგორც ვხედავთ რუსეთს. ხო, მოსახლეობა რეალურად თავის თავზე გრძნობს. აი ის რა არის, ვიღაცები ამბობენ ხოლმე, რომ კოლექტიური სასჯელი არ არსებობს. მეთანხმები, კოლექტიური სასჯელი შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ არსებობს ხვაცნება. მას ქვია კოლექტიური პასუხისმგებლობა შენი სახელმწიფოს დანაშაულზე. როდესაც შენ რუსეთში ცხოვრობ და ხარ ჩუმა და იცი რა მე რა შუაში ვარ, ამბობ ეგრე არ არის, բայց შენი სახელი რომ კლავენ ათობით ადამიანს და შენი სახელი ხა ვიღაცებს გონიათ რომ მარტო ეს სამხედრო დანაშაულებია რუსები რომ ბომბავენ და მე რა მოხდა უყრუებენ ამ სამხედრო დანაშაულს, მაგრამ არა, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგაც, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება და რა არის იცით? მოკლული მშობლების შვილებს იტაცებენ ქალაქებიდან. მიყავთ რუსეთში, არ უსებენ და ზოგჯერ გადასახლებაში ხა ზოგს ამოდის, ზოგს ბავშვს ზოგ რამოდის, იმიტომ რომ მათი სიებიდან ნაწილი ამოიღეს, გამქრალია ეს ადამიანები. ბატონ გიორგი, კადრები არსებობს შედარებით ზრდასრულ მოზარდებს ისეთ ბანაკებში წვრთნიან, რომლებსაც მერე უკრაინის წინააღმდეგ უშვებენ საბრძოლო. ხო, ანუ ჩვენ რომ გვაქვს ესე თქვა მოსმენილი განსაკუთრებული სისასტიკის მომსწრეები ვართ 21 საუკუნეში ჩვენ რუსეთის. ჩვენ მოდი ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა ფინეთის პრეზიდენტმა, როდესაც ეს განცხადა, რომ ჩვენი ერთ-ერთი ევროპელების მთავარი შეცდომა იყო, რომ ისტორია დავივიწყეთო და ისტორიიდან შეუძლებლობა დასრულდეს. ჩვენ ისტორიას საბედნიეროდ დაგვიწყებია, მაგრამ მინდა შევახსენო რა. სვენელს რომ ზოგადად ეს რუსეთის მხრიდან აი ეს აქციელი არის ტიპური, როდესაც ისინი რაღაც ლაპარაკობენ ქრისტიანობას და რაღაცებს. ეს არის ტიპური, აი ეს
მონღოლთა ურდოები აკეთებდნენ ამას. ეს სოფელი ამბავია და რუსეთს ძალიან დიდი ხანია ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს ბიზანტიის იმპერიის სამართალ მემკვიდრედ, მაგრამ ტყუის რუსეთი არის ოქროს ურდოს სამართალ მემკვიდრე. მესამე რომი ვართო იძახიან. ხო, მოსკოვია კიდეც იყო, ღიად იყო რეალ ოქროს ურდოს თანამშრომელი, ოქროს ურდოს ქვეშევრდომი ხო და მხარდამჭერის და ცნობილ ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. სხვადასხვა ერთიც უნდა აღვნიშნოთ. აი ეს ორთავიანი არწივი ასე რომ ამაყობს რუსეთი, ხო? კი, რა თქმა უნდა, ბიზანტიიდან აქვს მას მოპარული, მაგრამ ბიზანტიიდან ჯერ ოქროს ურდო მოიპარა და მე ოქროს ურდოდან მოიპარა მოსკოვია, როდესაც სოფია პალეოლოგინა ჩავიდა იქ. მაგრამ ეს მნიშვნელობა არ აქვს. თავარი რა არის, იცით რომ ამ კვირაში განსაკუთრებით რადგან ქრისტიანობაზე ბიზანტიაზე დასავლეთზე ვლაპარაკობთ ხო ანუ როცა კიევო-პეჩორის ლავრას ბომბავს რუსეთის ფედერაცია და ამბობს რომ ჩვენ ეჯინოვერცები ვართო და როცა ვიცით რომ კიევო-პეჩორის ლავრა როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა ასეთი ხმაურიანი თორე 700-ზე მეტი ეკლესია დაანგრია ამ 4 წლის განმავლობაში შეჭრიდან დღემდე და 90-ზე მეტი სასულიერო პირი მოკლა. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე დაბომბვების დროს რუსეთმა უკრაინაში. ის ფაქტი რომ ეს კიევ-პეჩორის ლავრა არის 1811 წელს დაარსებული და ეს არის დიახ, საერთო ქრისტიანული ძეგლი არის, საერთო ქრისტიანული, ყოველგვარი და კონფესიის გარეშე და ძალიან საინტერესოა რომ როდესაც მონღოლები მივიდნენ მართლაც ამ ოქროს ურდოს ეს თქვა ლაშქრობები იყო, მათ ცადეს თავის დროზე დაანგრევა ამ ყველაფრის თვითონ ქვემოთ არის უძველესი სამარხები, მაშინ არ გამოვიდეთ. რუსეთი ამას აგრძელებს. და ერთსაც ვიტყვი რა, რუსები ხო ერთ მორწმუნეობაზე საუბრობენ და ქრისტიანობაზე საუბრობენ. ევროპის კონტინენტზე. ევროპის კონტინენტზე სოფლიოში, მაგრამ ბარემ ევროპის კონტინენტზე ავიღოთ რა. ბოლო 25 წელიწადში რამდენი ქრისტიანიც მოკლა რუსეთმა? არავის პანდენი არ მოუკლავს. ანუ ვიმეორებ, ქრისტიანების რაოდენობა სოფლიოში დაახლოებით 1.5 მილიონი შეამცირა რუსეთმა. შეამცირა რუსების ხარჯზეც, უკრაინელების ხარჯზე, ქართველების ხარჯზე, ბელარუსების ხარჯზე. უამრავი ადამიანის ხორცაკებში კატარების ხარჯზე ჩვენ თავზე არ ვიწვნეთ ეს ყველაფერი და კიდევ ვიღაცები და რუსეთი ეს სახელმწიფო არ არის ეხსომება ეხა ცოტა ისეთი ისტორიაში ან ისეთ ასაკში მაინც არის კამანში რა ჩაიდინა მან აფხაზეთში ოსად მღვდლებს კლავდა და წავდნენ ანუ ეს ყველაფერი ხო რაღაც ძველი ამბავი არ არის ჩვენს თვალსაჩინო შუახდება როდესაც საუბრობენ ამ ომზე ამ ომს მართლა ყავს რა ამ შეგვიძლია ამ ომს მართლა ყავს იშვიათად არის ხოლმე ესეთი ომები როდესაც ერთი მხარე აბსოლუტურ ბოროტებას გამოხატავს რუსეთი გამოხატავს აბსოლუტურ ბოროტებას. ეს არის ჩვეულებრივი, აი მართლაც ხორცაკებში რომ ადამიანებს ატარებენ და კლავენ და ანადგურებენ, აი არ ვიცი, Pink Floyd-ის კლიპებში რომ ნახავდით, ხო? აი დაახლოებით ასეთი დონის რაღაცაა, რომ ამას ცოცხლად არ ანახებენ ხოლმე. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც ომი რო დაიწყო, მოძრავი კრემატორიუმები გააკეთა, საკუთარი სამხედროები რო დაეწყო და ეთქვა, რომ აბა ესენი არ დახოცილანო. ამიტომაც ახლა ომი კი არ შემოbrუნდა რეალ კიევ-ტრიალებს ომი. ეს არის რომ და ის სამართლებრივი საერთაშორისო ესე თქვა ბაზისი ius in bello ეწოდება, ხო? ანუ სამართლიანი ომის საფუძველი, როდესაც რეალ ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც დაიწყო და ამის სრული ლეგიტიმური უფლება აქვს უკრაინას, თუმცა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით რომ გადმოვიტანოთ და ბარემ ესე ვთქვათ, უკრაინელებისათვის ეს ყველაფერი არის აი რუსული ლოჯისტიკის კრიზისის შესაქმნელად, რომ რუსებმა სწრაფად ვეღარ შეიწაიციონ წინ ეს ზაფხულის პერიოდი ჩაუვარდეთ და მაქსიმუმ კონსტანტინი გაიყონ. ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, მაგრამ მაქსიმუმ გაიყონ და ამის წინ წაწე, ამის შემდეგ წინ წაწე ვეღარ მოახერხონ, რაც პატარა ამბავი არ არის. მინდა მსმენელს შევახსენო, რომ რუსების მობილიზება უკრაინაში 1 მილიონ სამხედრომდე არის და ფრონტის მიმართულებაზე არის თვეები, როდესაც რუსების დანაკარგი დაღუპულების სახით მარტო 25000 ადამიანს აჭარბებს. ამიტომაც ეხა თუ კი ჩვენ საუბრობთ აი ამ რეალობას, მოდი ის კონტექსტი გავითვალისწინოთ რა. საბჭოთა კავშირი რუსეთი არ არის, მას ამდენი რესურსები არ გააჩნია და ბარემ რო შევადარო საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 25000 კაცი დაკარგა სულ. თედი ომის განმავლობაში ომი წააგო. და რუსეთში ეხლა კი ძალიან ცდილობს პუტინი ორი ომის ძალიან ესე ვთქვათ წარმოდგენას წინ დათქვას რომ აი მეორე მსოფლიო ომში ჩვენ ხო სამოგელოდ 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა და ჯერ ხომ მაგდენი არ დაღუპია აი ერთი მაგ რიტორიკას პროპაგანდისტები ძალიან ცნობილად იყენებენ ხოლმე და მეორე ომი ეს არის დიდი ჩრდილოეთის ომს იყენებს პეტრე პირველის ამბავში რომ ეს ამბობს რომ აი დიდი ჩრდილოეთის ომი შეხედა 20 წელზე მეტი გაგრძელდა და აგერ ჩვენ საბოლოო ჯამში ბევრი დამარცხებების მიუხედავად მართლა დამარცხდა რუსეთი თავის დროს პეტრეს დროს მე საბოლოო ჯამში გავიმარჯვე ეს რიტორიკა ხია ტელევიზორ ჩართავთ მოისმენ